კარგი ვიბრუნეთ. აი ეს ერთი ორ კრუგზე მეტი გავაკეთე. ნისლი, უგზოობა, ტალახი, გაუვალი ბუჩქნარი და ხეობაში ჩავარდნის საფრთხეს კი. ეს ყველაფერი თითქოს და არა მიმზიდველად უნდა ჟღერდეს, მაგრამ ოფროუდის მოყვარულებს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს მოსწონთ. მიზეზი სპორტული აზარტი. ბუნება გვიზიდავს ამ ყველაფერში და აზარტი, სპორტული, სუფთა სპორტული აზარტი, რასაც ვაჟკაცს, ნებისმიერ ვაჟკაცს უნდა მოენდომოს და უნდა იმ გზაზე იდგეს, სადაც ქვია ექსტრემი. სოფელ სორმოში თითქმის მთელი საქართველოდან და არა მარტო ოფროუდის მოყვარულები შეიკრიბნენ. როგორც ჩანს, უგზოობის მოყვარულებს არჩორი მანძილი აშინებთ და არ საფრთხე. ამ სპორტისათვის მთავარი ხომ ექსტრემია. თბილისიდან ქუთაისში. კი ბატონო, ახლა გზა გამოვიარეთ. აზარტი ამას გვიშვება. რა არის აქ მოსაწონი? არაფერი მოსაწონი აქ. აი ნახოთ რა იქნება. ჯერ არ ვიცით რა ხდება. სანამ ტყეში არ შევალთ, ვერ ვიგებთ ვერაფერს. ეს ბავშვობაში იყო სუზუკი სამურაი და მე რაღაცები მიეჭრა, რაღაც ნაწილები ტყეში დარჩა, რაღაცები მივამატეთ და რაღაცა გამოვიდა რა. ოფროუდის ტურნირს მონაწილეები თურქეთიდანაც ყავდა. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად უცხოელი სტუმრები ანკარიდან, სტამბოლიდან და ართვინიდან ჩამოვიდნენ. Biz Türkiye'den geliyoruz. Artvinიდან ჩამოვედით, იქაური ოფროუდ კლუბის წევრი ვარ. ორი გუნდი ვიღებთ მონაწილეობას. საქართველოს ძალიან მოგწონს და ხშირად ჩამოვდივართ აქ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. Bu kadar. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ოფროუდის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მათი გამოვლენა ახალქალაქში მომდევნო ტურნირის დროს შეჯიბრების მიმდინარეობისას გადალახული მანძილისა და აღებული ნიშნების მიხედვით მოხდება. გამოვლენა მოხდება მონაწილეების ერთი კვირის განმავლობაში, დაჯილდოება მოხდება ახალქალაქში ერთი თვის შემდეგი შეჯიბრების მსვლელობის დროს. 4 კატეგორია: გრან ტურიზმი, TR1, TR2 და TR3. გამარჯვებულების რაოდენობა შესაბამისად იქნება 12. ოფროუდ ტურნირი, რომელიც სორმოში ჩატარდა 22 იყო. და თუ მონაწილეთა რაოდენობით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, საქართველოში კისრის მოტეხვის მსურველები მრავლად გვყავს.